ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტე აღსგა. ქრისტეს აღდგომა არის ნუგეში ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა და მოელის მისთვის სიკეთეს. ქრისტეს აღდგომის მეშვეობით ყველა იმ ადამიანს ეძლევა უფლისაგან დიდი შეწევნა და შვება. და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ გარდაცვლილი შვილების მშობლებს, შვილკვდარები არ ახართ თქვენ. გარდაცვლილი შვილებია თქვენი, გარდაიცვალა ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში. არა, ქრისტეს აღდგომამ ისინი არსად არ დაგვაშორა, პირიქით დაგვაახლოვა. ამიტომ თქვენ რასაც აკეთებთ მათი სულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან სასარგებლოა მათთვისაც და თქვენთვისაც და ღმერთმა შეგიჭიროთ ზემბაზი, რომლითაც მრავალი. ეხლა მოკვდება, ესე იგი, ამ ქვეყნისათვის და დაიბადება სასუფევლისთვის. რამდენი ადამიანის მივა ემბაზში, რამდენის მოინათლება, იმდენი მოკვდება ამ ქვეყნისთვის დაიბადება სასუფევლისთვის. ისე რომ ეს სიმბოლურიცაა, რომ აი თქვენი შვილებისთვის ესეთი მლოცველი ადამიანები შეემატება აი ყველა მონათლული სახით. და ღმერთმა მშვიდობა და სიხარული მოგცეთ. ეს არ არის ამ ქვეყანაზე ყველაფერი დასასრული, არამედ იმ ქვეყნად არის ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელება ისეთი, რომ მთელი ცხოვრება იქით გველის. და ჩვენ დავეცადოთ, რომ ამ ქვეყანაზე ისე ვიცხოვროთ, რომ იმ ქვეყანაზე, ესე იგი, უფალმა მიგიღოს თავისთან და ამ ჩვენი შვილებისთვისაც ვილოცოთ, რათა მათთვის ღმერთმა სასუფეველი დაამკვიდროს. ეხლა მე მინდა ერთი რამე კიდევ თქვა, ესე იგი, რაშია საქმე? გუშინ ერთ ტელევიზიაში ძალიან რო ესე ქრისტიანობაზე თავსდებენ და რაღაცა, აი ესე რაღაც შემთხვევით რა, იქით ვიღაცა ის არის ასტროლოგი, იქით ვიღაცა ის არის, აქეთ ვიღაცა ფსიქოლოგია და ასეთ რამეს ამბობს. თან ესენი თავსდებენ, რომ ქრისტიანები არიან ყველა და აი ეკლესიისთვის თავსდებენ ეს ტელევიზიები. ხო, რო გადახედავ, რას გადაგებენ. ეს მოვიდა, თქვენი თავი უნდა შეიყვაროთ, რომ ეს ფსიქოლოგია ეუბნება. ხო და ამისთვის საჭირო არისო რაღაცა ყუთები მისცა და იმაში იყო რა, ეს შენთვის არის მარტო შენი სანთელიაო, მარტო შენთვისო, რაღაცა იყო, ჭხიბავებს რო აქვს ესეთი. ესე იგი, ეს ჩაი არისო და ესა ტიბეტიდანო იქიდან და ჩვენი გურიელი ჩაიც აქ არისო და ამასო, მაგრამ ეს მარტო შენიაო, სხვისი არ არის. და კიდე რაღაცები იყო, ამაზე ესე აქ რო დაიზები განმარტავდიო და ესენი შეიყნოსეო, დალიეო, ეს დაანთეო და მედიტაციაო და რაღაცები და ეს არის ნუ ქრისტიან. ანუ ფსიქოლოგია ფაქტიურად სექტანტობად გადააქცია. და ახლა შეიყვარე თავი შენი. ქრისტიანობაში არის, მაგრამ რანაირად ჩანს, იცი, შენი თავი შეყვარება. აი შეიყვარე მოყვას შენი ვითაცად თავი თვისი. ანუ შენი მოყვას ისე როგორც შენი თავი გიყვარს ისე შეიყვარეო. ახლა შენი თავი როგორ გიყვარს ქრისტიანობაში? გიყვარს როგორც ხატება ღვთისა, ისევე როგორც ყველა ადამიანი გიყვარს როგორც ხატება ღვთისა. ამიტომ ჩვენი სიყვარული, ქრისტიანული სიყვარული განივრცობა ყველა ადამიანზე როგორც ხატებაზე ღვთისა. აქედან გამომდინარე შენი თავიც ასევე გიყვარს როგორც ხატება ღვთისა. და მაგრამ შენ როცა შენი თავი გიყვარს, რა გინდა შენი თავისთვის? რა გინდა? რა გინდა შენი თავისთვის? რომ აი რატო უნდა გიყვარდეს შენი თავი? სასუფეველი გინდა, ხო? მე არ ვიცი თუ ვინმე სხვა რამე უნდა იქ მანქანა ისა და კიდე დაждდეს და მედიტაცია და ის ჩაიდარდიოს და ეს თუ გინდა შენი თავის სიყვარული თუ ეგ არის, მაშინ ძალიან გაიჭედები ცხოვრებაში, ვერაფერი ვერ მოგივაგარ. ესე იგი, შენი თავი უნდა გიყვარდეს როგორც ხატება ღვთისა და მისთვის უნდა გსურდეს ყველაზე
სანატრელი ყველაზე მეტად რაც არის და ყველაზე მეტად სანატრელი არის სასუფეველი ღვთისა. ხო, და ამავე დროს თქვენ შვილებისთვისაც ფიქრობთ, რომ ეს სასუფეველი ღვთისა მათაც მიეცეთ, ხო? ანუ შენი თავი რო გიყვარს, თავისთავად შენი შვილის გიყვარს და მისთვისაც გინდა რომ სასუფეველი მიიღოს, ხო? ხო, ამიტომ ჩვენ რა არის, იცი? ჩვენ ის კი არ უნდა ვაკეთოთ, რომ ჩვენს ხელს ვასიამოვნოთ, როგორც ის გვასწავლის. ის სექტანტ ფსიქოლოგი და არა ის რომ შენი თავი გიყვარდეს ეგოისტურად და შენ არავის აღარ მიაქცე ყურადღება მარტო შენ თავზე იზრუნო. და იქ ხანდახან ჩვენ შვილებზე უფრო მეტად ზრუნავთ ჩვენ ახლობლებზე ვიდრე ჩვენ თავზეო და არასწორია უნდა ჩვენ თავზე ვიზრუნოთ ჩვენ თავს და შენ თავისთვის კი იზრუნე მაგრამ ვერ გამიგია შენი თავისთვის ზრუნვა რას ნიშნავს რომ ხა სადმე დავზე კარგად ჭამო კარგად დავლიო რაღაც კარგი მივიღო შეგრძნებები და ამისთვის უნდა ვიცხოვრო და ეს არის ჩემი თავის შეყვარება ხო და ეს არის სექტანტი ფსიქოლოგები ფაქტიურად აი უამრავი ასე შემოტენიან ეკრანებიდან და რაღაცა სისულელებს ლაპარაკობენ და ამ პირდაღებურები ამათ უსმენენ და რაღაც თან ქრისტიანობენ თავის ჭკუით ხო აი ჯვარი უკიდია ქრისტესთვის თავდადებული რაღაცა და ამავე დროს აი ამ ჭხიბავებს და ვიღაცა ასტროლოგებს და სიგიჟეებს თავის იმაში ყოველ დღე აქადაგებენ რა ხო და აი საეკლესიო როგორ გიც აი ნამდვილი ქადაგება ეკრანიდან თითქმის არ არის ხანდახან რაღაცა მოკლე მონაგლე წამოაწყვეტენ ესე იგი ან პატრიარქის იმიდან ეპისტოლე და რაღაცა ან კიდე როცა არის უკვე თვითონ პირდაპირი გადაცემა იქ არის თუ არა ისე რომ ამაზე რეალურად სერიოზულად იაზროვნოს რომის პაპის იმებზე უფრო მეტს ლაპარაკობენ სულიერ სწავლებაზე ვიდრე თქვა პატრიარქის სულიერ სწავლებაზე სასულიერო პირს ესე იგი ან აი როგორ არის იცი რაღაც ისეც მოძებნიან სადღაც მარგინალური და გაუბედურებული რო არის საეკლესიო დრო არ ვარგა თავისთვისაც არ ვარგა და იმას როგორც მაგალითს წარმოაჩენენ ტელევიზიაში ან როგორც უარყოფით მაგალითს მაგრამ როგორც ასეთი ქადაგება მათგან აი რამე დარიგება რაღაცა კარგი ხო ფსიქოლოგის ის 2 საათი სისულელებს ლაპარაკობს სექტანტი და ასე რომ შენი სულისთვის რამე კარგი თქვას ხო ასე იდრო დაუთმას ვინმეს ნორმალურს და ალაპარაკოს ხო ეს ნუ არ ვიცი ზღვაში წვეთია საერთოდ ასეთი ნაკადი მოედინება ასეთი დამანგრეველი დამაზიანებელი პროპაგანდისა და ამ დროს ესე იგი რაღაცა ისიც კი სადაც დარიგებასავი ჩანს ისიც არის რაღაც სისულელეებს არიგებს და განანდა ესეთი ვა ჩვენ ქრისტიანობა და რაღაცა იქი დაახერე ჩვენი ეკლესია და ამას ლაპარაკობენ მაგრამ ფაქტიურად ცარიელია შიგნიდან ეს ეკლესია ან რაღაცა ისეც აი კურიოზებს ან კიდე რაღაცა ისეც ნუ როგორ გითხრა ყვითელი პრესა ხო არსებობს ხო აი და რაღაც ყვითელ რაღაცებს როყვები ეკლესიის შესაბამისად ესე იქაც ყვითელ რაღაცებს ყვებიან არა ის რაც მართლა უფლის წინაშე შენ დაგეხმარება რომ უფალთან სიახლოვეში მიხვი არამედ აი ყვითელ რაღაცებს მოყვებიან იქ რაღაც უიმე ასეთი სასწაულია ცომს ზილავდი და იმ ცომის იმაში გამოჩნდა ღვთისმშობელი და კიდე რაღაცა სიტყვიან კიდე იქა და ნუ რა ვიცი ავიხედე ზევით და დავინახე რაღაცა ხო და მგონი ის იყო ან უფალი იყო ან ღვთისმშობელი ვიღაცა და მე ამას დიდი ხნით დააჯენენ და ალაპარაკენ ესე იგი რა ისეთი გამოცდილება ქონია უფალთან კავშირისა და ის რაც ნამდვილია ის გვერდზე რჩება და ამიტომ მე მინდა ვთქვა რატო გვიყვარს ჩვენი თავი ის გვიყვარს იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს არის ხატება ღვთისა მაგრამ ჩვენი თავი კი არ გვიყვარს ესე იგი მარტო არამედ ჩვენი თავი რო გვიყვარს ასევე მოყვასი გვიყვარს უფალმა როგორც გითხრა შეიყვარე მოყვასი როგორც თავი თვისიო ხო და ეს მომენტი აი თავის დადება სიყვარული არის თავგანწირვა იმისთვის ვინც გიყვარს
შენი თავი თუ გიყვარს, შენი თავისთვის თავგანწირვა არის საჭირო. რა კეთილ საქმეებში თავგანწირვა, ლოცვაში, მარხვაში, ერთგულებაში უფლისადმი, რომ შენ სულს მიანიჭო ის ძალა, რომლითაც ასუფელოში მიხარ და არა ის, რომ ესე იგი განცხრომაში და მოდუნდი და ესე ხო ხშირად გვეუბნებიან მოეში მოდუნდი და ანუ ესე იგი გათავისუფლდები. კი არ გათავისუფლდები, ბოროტი შემოვა და დაგიპყრობს და შენ გონია რომ ესე იგი რაღაცას აკეთებ, თქვა შენი თავისთვის სინამდვილეში შენ თავს ღუპავ და ამას ის გვასწავლის როგორც კარგ რაღაცას და ანუ რაღაც ისა რიტუალები უნდა ჩაატარო, თან გეუბნა ფსიქოლოგი ვარ, ანუ თითქოს და არ არის რელიგიურად მიმართული, მაგრამ არის აი ნამდვილი სექტანტი და ის სექტანტური ქადაგება მიდის როგორც ფსიქოლოგია და როგორც შენთვის აი სასარგებლო რჩევები. ხო და აი ესეთია დღევანდელი ჩვენი ცხოვრება. ანუ ერთს ლაპარაკობ, მეორეს ფიქრობ, მესამეს აკეთებ და მეხუთეს კიდე არ ვიცი რაღაცას. ქრისტიანი არის მთლიანი. რასაც ფიქრობ, იმას ლაპარაკობ და იმას აკეთებ და იმას მიყვები. ეს ანუ სრულია ადამიანი ქრისტეში. როცა უფალთან რამეს ამბობ, მასთან ერთად ხარ და მის წინაშე აი დადიხარ. ხო და იქ არ არის რომ ეხლა მე ამას ვიწყი, მე იმას გავაკეთებ, მე იმას ვიფიქრებ და ასე შემდეგ. როგორ დღეს არის და ხმამაღლა გამოაცხადებს რომ ეხლა თქვათ მე ქრისტიანი ვარ და ქრისტესთვის ასე და ისე და მე მოიყვანს და იქ თხიბავს დააყენებს და ის ჩევებს გვაძლევს, მე ვიღაცა კიდე მოვა და ის სადღაცა იშოვის ყველაზე ისეთ მღვდლის სახერო აქვს უბრალოდ და მეტი არაფერი და სისულელებს რო ლაპარაკობს და იმას ალაპარაკებს. მე კიდე რაღაცას მოიგონებს კიდე და იქ ახლა რომის პაპზე მთელი ისინი მოყვან, როდესაც ჩვეულებრივად არის ეს რომის პაპი, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მოდის არ ვიცი ჯერ ვნახოთ რა სიტყვის, მე ამას არ ვაფასებ როგორც რელიგიურ საკითხებში. მე ვამბობ იმას, რომ მაგალითად იმ რომის პაპმა ჩვეულებრივად შესაძლებელი გახადა ეს გეიქორწინებები, თუ უნდათო პრობლემა არ არის, მაგრამ ესაო რიტუალი არ შეასრულოთ უბრალოდ თვითონ ანუ აღიარეთო. ხო ეს ხო უკვე ჩანს რასაც აკეთებს ხო ადამიანი. იქ რაღაცა მივა და ვთქვათ ესე იგი როგორ გითხრა, აი გადაიტანაო თავისი რომის პაპის რეზიდენციიდანო დასახლდაო სასტუმროში და მე თურმე სასტუმროში რომ დასახლდეს ამისთვის უნდა გადმოიტანოს ის კომუნიკაცია რაც არის იმ პაპის რეზიდენციაში ყველაფერი ერთი იმდენი დაუჯდა ეს ამ თავისი აპარტამენტების მოწყობა სასტუმროში. ხო და ნუ რაც გეძლევა ის გააკეთე რა და ნუ რაღაცა ესეთი მომენტებია. აი თვითფრინავს რაღაცას კერძოდ იმაზე რაღაც ცალკე თვითფრინავზე არ გაფრინდება და გაფრინდება საერთოდ ხო თვითფრინავზე. იქ ესე იგი მთელი ის ხალხი იქ ვინც არის გარკვეული ნაწილი არის დათვით დაკავებული. ანუ იქ მისი გაფრენა გამოფრენა ესე ხო არა დაცვა ჭირდება. დაცვა ჩვეულებრივ თვითფრინავში თვითონ რო არის პატარა რაღაც თვითფრინავში რომელშიც თვითონ იქნება და ის თავისი დაცვა გაცილებით იოლია დაცვის უზრუნველყოფა ვიდრე თქვათ აი ამ რაღაც საერთოდ თვითფრინავში დაждდეს და იქ ნახევარი სკამები დაიკავონ იმ მაგის დაცვის ხალხმა და რაღაც ესა და რა დაждდება და ზოგადად რა სურათი. მე რას ლაპარაკობ, იცი ერთ-ერთი იყო ჩვენთანაც იყო ასეთი ანუ სექტანტი იყო, განდგომილი იყო და აიო ნახეო ეს იცი რას აკეთებსო. აი ესე კაცო, ასე იგი რაღაცა თავის ფეხსაცმელები გაიხადო მისცაო ვიღაცასო და თვითონ ფეხში შველი წავიდაო, ესე იგი ასე ხო რო შეხედო ნახე რა მაგარია და როგორი ის არის, მაგრამ ეს ხო პიარია გესმით რაშია საქმე. აი ეს მომენტია რა, ანუ ვიღაცის წინაშე თვალთ მაგცობ, ხო? ამ დროს განდგომილი ხარ და ესე იგი ამას აკეთებ.
ხო და თან განდგომილი ხარ, ხო და ესეთი მომენტია რა, თავის ფეხსაცმელი ვიღაცის და მორჩა ეს ყოფილა რაღაცა, რა ვიცი. იქ საიდანღაც უცხოეთიდან მაგის სექტანტური მიმართულებით დაფინანსება მოდიოდა ისინი ჰუმანიტარული დახმარება მას დაარიგებდა და ნახე ხალხი უპოვარებზე როგორ ზრუნავდა და ესეთი რაღაცეებია და როცა ამას ყველაფერს ვუყურებთ უფრო მეტი შინაგანად ჩვენ სულისთვის რას გვაძლევს თორე გარეგნული ჭყიალები და რაღაც ესეთი რა ვიცი რა არის არაფერი არა მოვდივარ სამებიდან გამოდივარ ახლა მანქანა მე პრიუსითაც დავდიოდი და სხვათა შორის მე თავიდან დავდიოდი ფეხით მე რო დამჭირდა ზაპოროჟეცზე დავჯექი და იმით დავდიოდი მაშინ ხო და სემინარიაში ლექციებს ვატარებდი და რაღაც საფარაში ავდიოდი ჩამოვდიოდი რაღაც მივდიოდი ზაპოროჟეცში მე რაღაცა მოსკვიჩი იყო მე ის იყო და ნუ რაღაცა აი ესე ხდება მე ის 07 იყო და რაღაცა მე კოლხოზნიკი ის რო იჭდება რა ქვია სიჩქარის კოლოფი და რაღაცა ხო ნუ ეს არის ცხოვრება ასე ვიდრე ეხლა ნუ ჯიპი კი ბატონო და მე სად დავდივარ იმ ჯიპით რა მე მსიამოვნებს და ესე რაღაცი დავდივარ აგერ მონასტრებში ავდივარ სად არის იქით თებზეა ხო ჩვენი მონასტრები დავდივარ სოფლებში თებზეა ის ჩვენი სოფლები როგორ წავიდეთ რა ესე იგი პოპულისტურად ავიღო და ფეხში შველავიარო თუ ფეხით ავიდეთ იქ და მე ესე იგი რამდენთან მივალ მე პრაქტიკულად მთელი კვირის განმავლობაში სულ სადღაც უნდა ვიყო ვარ ხანი ხარ ეხლა მე არ დავიწყებ ამაზე მე უთხარი იმას და ესე გამოვდიოდი და სამებიდან და ვიღაცა ქალმა მომაძახა ჯიპებზე ნაკლებით არიაროთ რა ხო და მეთქი რას გიშავებ მივდივარ ჩემთვის სად მივდივარ მთაში რითი წავიდე ფეხით წავიდე კაი წავალ ფეხით მაგრამ მე ჩემს სახურებას აღვასრულებ ვერ აღვასრულებ იმიტომ რომ რამდენთან მივიდე ფეხით და მაშინ როგორ მოვიქცე რა თან ახლა ყველაფერი დაჩქარებულია ესა უკუნე ესეთია და მე მითვიარო ფეხით რომ ვიღაცამდე მივიდე და ორი სიტყვა უთხრა ხო კი პოპულისტურად მაგარია მაგრამ ხანდახან ფეხითაც დავდივართ აი წვინანოს გზაზე რამდენიმე მივლია რა ვიცი და კიდე სხვაზე მაგრამ ყოველთვის არ გამოდის ანდრია პირველწოდებულის ექსპედიციაში დავბერდი ვეღარ ვაკეთებ მაგდენს აღარ შემიძლია როგორც ადრე ვაკეთებ ეხლა დავდივარ ის მანქანა მე ფაქტიურად ხელს მიწყობს რომ მე ჩემი მსახურება აღვასრულო შენ ვინახარ რატო განმიკითხა მოხველი სამებაში მოხვედი ესე იგი სალოცავად როგორც უნდა ვიფიქრო და შენ მე აგერ მკბენ კაცო მე რა დაგიშავ ჩემთვის მივდივარ და ასეთ რაღაცას მეუბნები ხო და ვითომ ახლა ჩვენ მე ვუთხარი მოდი ჩემთან დაჯექი აი დღეს ხვალ ზეგ აი რამ სამი დღე ჩემთან ერთად იყავი და რას ვაკეთებ დაინახე და მე შეაფასე მეთქი და არა მე არ წავ მე მოწყალებაო რაღაცა ამოვიღე საფულე და ესე იგი მივეცი ფული აჰა მეთქი თუ შესაჭირავზე ზრუნავ მეთქი არა იქ უკვე და მე ეს არის მეთქი შენ რა მანქანით არ მოხვედი აქ მეთქი სტუბრები რომ მოიყვანე რითი მე პრიუსით მოვედი და რაც პრიუსით არ მოსულა ხო და ესე არიან ვინც მასე განიკითხავს მოდიან ესეთ და მეც პრიუსით დავდიოდი როცა ამისი შესაძლებლობა იყო სხვანაირად არ გამოდიოდა ეხლა მომეცა საშუალო ჩემი ხელფასი დავიღე და ავიღე კრედიტი და ვიყიდე მანქანა რომლითაც შემიძლია ვიარო ცოტა უფრო სხვანაირად ხო რა გავაკეთო ხა იმას ვუყურო რომ მე ესე იგი განმიკითხავს თუ მე ჩემი საქმე გავაკეთე ჩემი საქმე აი ესე დღევანდელი ცხოვრება ასეთია თან ქრისტიანია თან ტაძარში მოდის თავისი სიტყვით თან აი ასეთ რაღაცებზე არის ესე იგი განწყობილი აი ესე უარყოფით და თავის სულისადმი, იმიტომ მე რას დამიშავებს, თავის სულს უშავებს, ხო? იმიტომ გავაჩერე და უთხარი, რომ ნოაკეთებ მასება, ჩხუბი დამიწყო წავედი, რა უნდა მექნა რა. ხო, აი ესეთი რამე, ასე რომ ჩვენ რო ვუყურებთ ამ გარშემო რაც ხდება, ხო,
სიტყვა არ ყოფნის მე ქრისტიანი ვარ. ქრისტიანი ხარ მაშინ, როცა ქრისტეს ცნებებით ცხოვრობ. შეიძლება შემეშალოს და არასწორად გავაკეთო. ის კი არა რომ ჩხუბი დავიწყო. შენდობას თხოვულობ, კაცო, რა შუაშია ჩხუბი, არასწორად მოვიქეცი მაპატიე, რა პრობლემაა? ხო და ამითი ხარ ქრისტიანი და არა იმით რომ შენ მაგარი ხარ და განიკითხე და ის ვიღაცა გდელი დადის ჯიპზე და ვაიმე ეს როგორ შეიძლება თვითონ კიდე საიდან აიღო ფული და რით დაფინანსა რა გააკეთა ღმერთს მოუწყი. სხვათა შორის ესეთი უბრალო ხალხი ასეთ სიტყვებს არ ამბობს ძირითადად ისინი ამბობენ რომლებიც არიან დაფინანსებული ამნაირი პროპაგანდისთვის და ეს არის ხო იმათ თვითონ შეიძლება ვიღაცებმა რომ მისცენ ჯიპებით და ყველა რითი დადიან და რასაკეთებენ როგორ ატარებენ დროს შეკითხე ახლა მაგათ და ჩვენ ახლა რაღაცას ვაკეთებ და ხადაგებით სჭირდება მანქანა რომლითაც სადაც მე უნდა მივიდე რომ არ გამიჩერდეს არ გამიფუჭდეს გზაში რა ვიცი დავდიოდი ასეთი მანქანთან გავჩერდებოდი წყალს დავასხავდი ზემოდან იმ რადიატორს გავაგზავნებდი თან მერსედესი იყო გაფუჭებული მერსედესი მასეთი მქონდა რა ხო და იქ და შეხედა მერსედესი დადის და ამ დროს მიდიხარ ვერც გავაკეთე ვერც ვერაფერი დაასხავზე რადიატორზე ახალ მე გაგზავნე კიდე დაასხავ რადიატორზე აი ასეთი ცხოვრებაა სასულიერო პირების რომ ვიღაცას რო გონია ახლა გამოვიჭიბეთ მანქანაში და თითქოს მეტი საქმე არ მაქვს ახლა მანქანა რო ნეტავ არ ქონდეს საჭიროება რომ მანქანით სადმე ვიარო უბრალოდ მე რო ჩემი მოვალეობა ვიცი როგორ დელთავარი მე ვალდებული ვარ რომ არ დავტოვო ჩემი მოსახლეობა ხო და უნდა მივიდე ყველგან მონასტრები არ უნდა დავტოვო სადაც არ უნდა იყოს მთაში ცხოვრობს მთაში უნდა მივიდე ასია და რითი მივიდე ფეხით რომ მივიდე მე იქ სად მივარ რამდენ ადგილზე მივარ და ამითი მე რა ვიცი ყოველ კვირა სადღაც მივდივარ ეს ასეთ ადგილზე გარდა ამისა თბილისში მივდივარ კვირაში ერთხელ გარდა ამისა ორი ეპარქია აქეთ მოვდივარ მე ეხლა ხვალ იქ უნდა ჩავატარო წირვა და რა გავაკეთო ხო აი ესეთი რამეა და შინაგანად ეს ხო ყველაფერი მას ძალიან ანგრევს და თავის თავს რას უშვებ ეგ არის თავის სიყვარული ამნაირად შეიყვარა თავის თავი რომ მე დამცინის ვითომ ეხლა რაღაცას ისე ცუც ვაკეთებ და ჩემზე რატო ამბობ ცუც როცა არ იცი რას ვაკეთებ არ ვიცნობ ხო და რატო გინდა რომ აი მე მინდა შენთვის რაღაცა კარგი გავაკეთო და ვაკეთებ ისე როგორც შემიძლია ხო რა ხო და აი ეს მომენტია და ეს რატო გითხარით იცით აი თქვენ ყველაზე მეტად გესმით ეს რა აი ყველაფერი იმიტომ რომ თქვენ ხედავთ რომ ფასი არა აქვს ამ ქვეყნიურ რაღაც დიდებას ამ ქვეყნიურ ძალაუფლებას ამ ქვეყნიურ რაღაც სიკეთეს ისეც რომ ფუფუნე რა უნდა მოგცენ ახლა ისეთი ფუფუნება თქვენ რო გაიხაროთ და არაფერი არ გაგე სასუფეველში რომ მიხვალ გაიხარებ და ეგ არის თქვენ თავი რო გიყვარდეს და შვილი რო გიყვარდეს მოყვასი რო გიყვარდეს ეს არის შენი ყველაზე დიდი ესე რა ვიცი ნუგეში რომ უფალი შეგეწიოს და იქ ხას კი ნუ განიკითხა მოდი და შენი შვილისთვის ილოცე შენი თავისთვის ილოცე ხო გიყვარ შენი თავი დაეხმარე მას სასუფეველში დასამკვიდრებლად და ესე არის რა ხო და ღმერთმა შეგიწიროთ ღმერთმა გაგაძლიეროთ ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ დავლოცავ მე აქაურმრევს რომელიც ასევე სიხარულით შეგეგება და ეხლა ვაკურთხებ ემბას და ამ ემბაში დაიბადება მრავალი ახალი ადამიანი სასიხარულოდ თის წინაშე ღმერთმა დაგლოცავ